როგორ აისახა მიმდინარე მოვლენები საფოსტო საქმიანობაზე, რა შედეგებით დაასრულა საქართველოს პოსტამ 2024 წელი დაგეგმილი რეფორმები, მოლოდინები და გამოწვევები დღეს გადაცემაში. პირდაპირ ეთერშია გადაცემა ეკონომიკსის სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს. გამარჯობა. თქვენთვის წერილია ყველაზე მეტად ეს ფრაზა პოსტას უკავშირდება 19 საუკუნის შუა წლებიდან შიკრიკები და მალე მსბოლელები ეროვნულმა საფოსტო სისტემებმა შეცვალა. ამ დროიდან იწყება საქართველოს პოსტის ისტორიაც. რა შეიცვალა დღემდე, როგორ განვითარდა და რას გვთავაზობს უბრალო წერილიდან ნანო ტექნოლოგიებამდე. დღეს გადაცემაში ჩვენი გადაცემის სტუმარია საქართველოს პოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე. ბატონო ლევან, გამარჯობათ. გამარჯობა შუადღემშვიდობის. დიდი მადლობა რომ ხართ გადაცემის სტუმარი. მე გადაცემის შესავალში საღვნიშნე და ეს ალბათ ახალი ამბავი თვის არ არის, რომ საქართველოს პოსტას აქვს ორსაუკუნოვანი ისტორია და ჩვენ ცოტა ხნის წინ ნახეთ საკმაოდ კარგი გაციფრულებული საქართველოს პოსტის ისტორია. მაგრამ დღეს ჩვენ მე მინდა რომ უფრო ესეთ გლობალურ საკითხებზე ვისაუბროთ. მიმდინარე მოვლენები არა მარტო საქართველოში მიმდინარე მოვლენები, პოლიტიკურ დაძაბულობას გულისხმობთ, ასევე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, პანდემიის შემდეგ, ომები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი როგორ აისახა საფოსტო საქმიანობას ზოგადად და მე უფრო კონკრეტულად საქართველოზე ვისაუბროთ. ძალიან საინტერესო კითხვაა, მადლობა ასეთი კითხვისთვის. გლობალურია, რა თქმა უნდა, მასშტაბურია თქვენი კითხვა. მე თქვენის ნებართვით დავიწყებ იმით, რომ მსოფლიო საფოსტო კავშირი ერთ-ერთი უძველესი, რომლის წევრის გახლავთ საქართველოს პოსტის საშუალებით, ერთ-ერთი უძველესი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს თავისი დაფუძნებისას თავისი საფუძვლები, რა შეხედულებები, რა იდეებით შეიქმნა, რას ემსახურება და ეს გახლავთ ის, რომ მსოფლიოში ყველა ქვეყნის მაცხოვრებელმა მიიღოს ერთგვაროვანი ხარისხის საფოსტო მომსახურება, იყოს ინფორმირებული მსოფლიო მოსახლეობა. თუ ახლა მოკლედ მოვიყვან სტატისტიკურ მონაცემებსაც, შეიძლება ვთქვათ, რომ გეოგრაფიულად მსოფლიოს მასშტაბით 67%-ია ტერიტორიული ადგილმდებარეობა, სადაც ხელმისაწვდომია ინტერნეტი, რომელიც პირდაპირ არნიშნავს, რომ 67%-ს აქვს წვდომა ინტერნეტთან. 67%-ია ტერიტორიულად ხელმისაწვდომობა და აქედან უკვე რამდენს აქვს ის ტექნოლოგიური საშუალება, რომ ეს ინტერნეტი გამოიყენოს. ამით მე მინდა გავამახვილო იმას ყურადღება, რომ ეს რითიც დაფუძნდა ეს ორგანიზაცია. მისი 80% კვლავ იგივე მიზნებით აგრძელებს. ანუ მაინც წერილია, ეს არის მიზანი. კორესპონდენციის რაოდენობა იქნება. მაგრამ მეილმა არ შეცვალა ეს წერილი. არა, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ვერ შეცვალა და სწორედ ახლა აი ამაზე ვსაუბრობ, რომ ჩვენ ნუ შევხედავთ დანარჩენ სამყაროს ისე, როგორც ახლა ჩვენს გარშემო საქართველოს სრულად ინტერნეტიზირებულია, მსყიდველუნარიანობა ყოველდღიურად იზრდება, აი აბსოლუტურად განსხვავებული გარემოა, მაგრამ დანარჩენ მსოფლიოში არის ახლა ადამიანი, რომელსაც არც ინტერნეტთან წვდომა აქვს, არც შესაძლებლობა აქვს იქ, რომ ინტერნეტთან იყოს წვდომა, მაგრამ არ აქვს შესაბამისი მოწყობილობა. კი, რა თქმა უნდა, რეგიონები მაღალმთიანი. მაგალითისთვის პოლონეთში წარმოიდგინეთ, რომ 50%-ზე მეტი ინტერნეტის წვდომა არ არის და საფოსტო ოპერატორი მუშაობს ფურცელით და პასტით ჩაბარების. რა თქმა უნდა, კი, ასეთი ცენტრალური ევროპის ქვეყნებთან მიმართებაში საქართველოს ბევრად წინ არის, თუნდაც ახლა ინდექსაციაზე სერტიფიკატი რაც ჩვენ მივიღეთ, ასეთი ინდექსაცია, რაც პოსტამ გააკეთა, არ აქვს სხვა ქვეყნებს სრულ ტერიტორია ვერ დაფარეს. ბევრ რამეში ვუსწრებთ ცენტრალური ევროპის ქვეყნებსაც კი და ეს საფოსტო მომსახურება, ნუ ხო სალსახაა ახლა მსოფლიო საფოსტო კავშირი არსებობს, გაერთიანებული ერების ერთ-ერთი ფუნდამენტური ორგანიზაცია, ერთ-ერთი ყველაზე ადრე შექმნილი და აგრძელებს თავის საქმიანობას, იმიტომ რომ ჭირდება დედამიწის მოსახლეობას. თქვენ ახლა როცა საუბრობთ გლობალურად და ზოგადად ევროპაზე და მსოფლიოს მასშტაბით, იქ საფოსტო საქმიანობა როგორც ბიზნესი ისე არ არის განხილული? ჩვენგან განსხვავებით? ეს კიდევ უფრო კარგი კითხვაა, როგორც ბიზნესი, ეს განიხილება 90-იანი წლებიდან დაწყებული ლიბერალიზაციის პროცესი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მაგრამ აი მაგალითისთვის თუ მოვიყვანთ შესაძლებლად ამერიკის შეერთებულ შტატებს, მაგალითად იაპონიას, ის ქვეყნები არ ფიქრობენ ლიბერალიზაციას თავისი ეროვნული ოპერატორის, რადგან თვლიან, რომ
ბიზნესი ვერ ჩაანაცვლებს იმ საქმიანობას, არ არის საინტერესო ბიზნესისთვის, ნუ აი მაგალითად მაღალმთიანი ამერიკა, ინდიელები სადაც რეზერვაციაში, იქ არცერთი ბიზნესი არ მუშაობს იმისთვის, რომ ხო, მაგრამ ხო არის დასაბალანსებლად სხვა რამე, რაც საინტერესოა ბიზნესისთვის. საინტერესო ეს არის და ახალ ტექნოლოგიებზე როცა ვლაპარაკობთ, ანუ ავიღოთ საქართველოს პოსტის მაგალითით. საქართველოს პოსტას აქვს პროდუქტები, რომელიც შეიძლება იყოს ფინანსურად მომგებიანი და აქვს ის ვალდებულებითი ნაწილი, რომელსაც უნივერსალური საფოსტო მომსახურება ქვია, რომელიც დასაწყისშივე წამგებიანია, როგორც ბიზნესის კუთხით, მაგრამ ეს საჭიროა მოსახლეობისთვის და ეს ვალდებულება აქვს ქვეყანას აღებული. ამიტომ ყველა ოპერატორი იმ ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვით ცდილობს, რომ განავითაროს ის სეგმენტი, საიდანაც შეიძლება მეტი მოგება მიიღოს იმ მიზნებისთვის, რომ დააფინანსოს უნივერსალური საფოსტო მომსახურება. რასაც აკეთებს ახლა საქართველოს პოსტა. ახლა რა თქმა უნდა, საქართველოს პოსტის სხვადასხვა პროდუქტები, არის ერთი უნივერსალური მომსახურება, რომელიც წლის ბოლოს მინუსით თავდება, მაგრამ აქვს სხვა პროდუქტები, საიდან მიღებული მოგებითაც ფინანსდება და აი ამ ყველაფრის გათვალისწინებთ, რასაც ახლა თქვენ საუბრობთ, რატომ არ ხდება პოსტის პრივატიზება, იმიტომ რომ ბევრჯერ დადგა დღის წესრიგში იყო საუბარი, რომ საქართველოს პოსტის გაყიდვა, მომზადება, ასე შემდეგ, მაგრამ ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია, რატომ? ალბათ არა ვარ ადრესატი, არ უნდა ვიყო ადრესატი ალბათ ამ კითხვის, იმიტომ რომ გასვლის ახორციელებს კი, ეკონომიკის სამინისტრო გასაგებია, მაგრამ თქვენ კომპანიის ხელმძღვანელის მენეჯერს ესაუბრებთ, მაგრამ არის თუ არა მომგებიანი ამას გეკითხებით. ანუ ბიზნესი, თქვენ რომ ბიზნესმენი იყოთ და გქონდეთ ფული, იყიდით თუ არა საქართველოს პოსტას, ასე დავსვა მაშინ კითხვას. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. კარგი კითხვა. რა თქმა უნდა, ეხლა ბიზნესიდან გამომდინარე რა ღირებულება ექნება და რა ვალდებულება მიყვება შესასრულებლად, რომელსაც ასევე თავისი ფასი აქვს. მე თუ მეკითხებით, მე იმდენად ვარ ჩათრეული საფოსტო ბიზნესში, რომ მე რომ ამის შესაძლებლობა მქონდეს, თუ პირადად მე მეკითხებით, მე ალბათ ვიყიდდი. თუმცა ეხლა მაშინ ესე გკითხავთ, მიმზიდველი არის თუ არა საქართველოს პოსტა ინვესტორისთვის? მიმზიდველი არის 2019 წლიდან დღემდე კვლავ რჩება მიმზიდველი ბიზნესისთვის საქართველოს პოსტა. ჩვენ დავიწყეთ დავალებით კომერციალიზაცია და პრივატიზაცია და 2019 და 20 წლები იყო, როდესაც დასრულდა კომერციალიზაცია. სრულიად თავისუფალ კონკურენტულ გარემოში საქართველოს პოსტას ჰქონდა იმდენი მოგება, რომელიც მეტის მოლოდინიც არ შეიძლება რომ იმ პერიოდისთვის ქონოდა და საჭიროებს უკვე მას შემდეგ მეტ ინვესტირებას ამაში და დაინტერესებას ინვესტორის საბოლოო ჯამში ან სეგმენტური, ან ფრაგმენტული, ან სრული პრივატიზება. ეს არის მიზანი, ეს არის ევროპული მიმართულება, რასაც ლიბერალიზაცია ქვია, რომელიც ჩვენ 2013 წელს დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა და რასაც ვამბობ დავასრულეთ. დიახ. გასაგებია, ნუ ეს არის უკვე პოლიტიკური ნება და თუ ეს პოლიტიკური ნება იქნება, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ არ არის ეს მარტივი გადაწყვეტილება. კიდევ გიმეორებთ, რომ მაგალითად ამერიკის სახელმწიფო ამაზე არ ფიქრობს დღეს და სადღაც 6 მილიარდზე მეტია ყოველწლიურად იცის აფინანსებს, იმიტომ რომ იცნობს თავის ქვეყანას, აქვს ტერიტორია, რომელიც ბიზნესს არ აინტერესებს. დღეს იქაც ბიზნესი საქმიანობს, მაგრამ მჭიდრო დასახლებულ ადგილებში. მაგალითისთვის საინტერესოა დღეს ბათუმი, საინტერესოა ქუთაისი, თბილისი, მაგრამ არა ნინოწმინდა და არა შუახევიან ქედა, ხო, ბიზნესისთვის. იქ წარმოდგენილი არც არის ბიზნესები, როგორც საქართველოს პოსტა, იქაც საქმიანობს. მაშინ აი ეს მიმდინარე მოვლენები ჩვენ დავიწყეთ გლობალურზე საუბარი, მაგრამ ზოგადად მეტნაკლებად ყველა სფეროს საქმიანობაში, ხო, ის პროცესები, რაც მიმდინარეობდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში, როგორი იყო 2024 წელი პოსტისთვის? 2024 წელი საქართველოს პოსტამ საოპერაციო მოგება 1,170,000-ით დაამთავრა. და ფინანსური მოგება აუდიტი მიმდინარეობს და იქნება ამის შედეგი, მაგრამ ეს წარმატებაა, როდესაც ვამბობთ, რომ საოპერაციო მოგება 1,70,000 დარჩა საქართველოს პოსტას, ეს ნიშნავს, რომ 10 მილიონზე მეტი ვალდებულებითი ნაწილი დააფინანსა და ეს 1,170,000 დარჩა მოგება. ხარჯების გარეშე და ვალდებულება ექნებოდა 11,170,000 მოგება. თუ გადმოვცემ იმას, რაც გასაგებია მესმის, ხო, ანუ ეს პროდუქტები დააფინანსა უნივერსალური რეინვესტირება მოხდა დავუშვათ ამ მილიან, იგივე დავუშვათ ეს რეფორმები, რაც გაქვთ დაგეგმილი, რის გაკეთებასაც აპირებთ, ამისთვის მიდის ეს თანხა, მოგების თანხა თუ ეს როგორ ხდება ამ ყოველთვის გაკეთება? ერთი პროდუქტი აფინანსებს მეორე პროდუქტს.
პროდუქტი, რომელიც არის სახელმწიფოს ვალდებულება. მაგრამ სესხიც არის, სესხიც აფინანსებს. ბატონო? სესხიც აფინანსებს ზოგადად, ამიტომ გეკითხები. არა, სესხით კი ბატონო, სესხით პირდაპირ დააფინანსებ, მაგრამ პროდუქტი, რომლიდან შეიძლება ვერ მოიგო და ვერაფერსაც ვერ დააფინანსებ. ამ შემთხვევაში საქართველოს პოსტა მიმართულია იქით, რომ ამ ახალი ტექნოლოგიებით სწორედ უფრო შრომა გახადოს უფრო მეტად ეფექტური, თვითღირებულება შეამციროს და კონკურენტუნარიანი გახდეს ბაზარზე და არა მარტო ბაზარზე, არამედ რეგიონში და კიდევ უფრო შორსაც. შემიძლია ამაზეც ვისაუბრო და თქვენ როცა კითხვას სვამთ, რომ დღეს მიმდინარე საერთაშორისო მოვლენები როგორ აისახება საქართველოს პოსტაზე, მე ამგვარ პასუხს გაგცემთ, რომ ალბათ გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ ამბობ, რომ ერთ-ერთი ძველი ორგანიზაცია და ყველა მსოფლიო ქვეყანაა ჩართული და მონაწილე ამ ყოველდღიურ საქმიანობაში, იგივე სარკისებური არ ეკლახდება, უბრალოდ პოსტებთან ურთიერთობებში უფრო ადრე ხდება ხოლმე ასეთი მოვლენები, ვიდრე აი მაგალითისთვის გეტყვით და თქვენთვის ცხადი გახდება. ეხლა დღეს როგორც არის სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან ერთმანეთის მიმართ ტარიფების დაწესება. ეს დაიწყო 2020 წელს საფოსტო დარგში. მსოფლიო საფოსტო კავშირი, რომელიც როგორც მოგახსენეთ, დადგენილი ერთიანი დაბალი ტარიფით ყველა ქვეყანა ემსახურება თავის მოსახლეობას და ერთმანეთს, ანუ იაპონიიდან შემოსული გზავნილი უნდა მიიტანო ადრესატთან, რომელშიც იაპონია გადაგიხდის მსოფლიო საფოსტო კავშირის მიერ დადგენილ ტარიფს, რომელიც დაბალია მის თვითღირებულებაზე, მაგრამ ეს არის ვალდებულება. ასეთ გარემოში ეს ორგანიზაცია დიდი ხნის განმავლობაში და დღესაც უნდა ითქვას, რომ კარგად ართმევს ამას თავს, მაგრამ ასეთი რყევები, რომელიც ანალოგით შეიძლება დღევანდელი მოვლენებიდან ტარიფების დადგენა, სადაც ვახსენე ამასთან მიმართებაში გავალოთ, მაგალითად 2020 წელს ტარიფო პოლიტიკას და 2020 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განცხადება გააკეთა მსოფლიო საფოსტო კავშირში მასზედ, რომ მას აღარ აკმაყოფილებს ის ტარიფი, რომელიც ყველა ქვეყნისთვის არის დადგენილი და დავალია და მიაღწია იმას, რომ მხოლოდ ამერიკისთვის დადგინდა მაღალი ტარიფი. ამერიკაში შესული გზავნილისთვის ვიხდით უფრო მეტს, ვიდრე მსოფლიო საფოსტო კავშირს აქვს დადგენილი და ეს გადაწყვეტილება მსოფლიო საფოსტო კავშირმა მიიღო, რომ გამონაკლისი ამერიკისთვის დაიშვა და მასთან ასე დაიცვა თავისი ეროვნული ოპერატორი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა USPS, მისთვის გადახდილი თანხა უფრო მეტია. ეს მოხდა 2020 წელს. რაც ახლა დღეს ხდება ტარიფიკაციასთან დაკავშირებით საფოსტო დარგში მოხდა 20 წელს. ახლა განვიხილოთ იგივე როგორ ხდება თავისი ეროვნული ოპერატორის დაცვა ევროპულ ქვეყნებში. ეს გახლავთ ის ერთიანი რეგულაციები, რომელიც სავალდებულოა ერთი შეხედვით ყველა ევროკავშირის წევრი ქვეყნისთვის და ასევე კანდიდატი და ასოცირებული ქვეყნებისთვის. ამ რეგულაციების მეშვეობით ყველა ქვეყანა მუდმივად თავისი ლობისტების საშუალებით ევროკომისიიდან ცდილობს, რომ საკუთარი ოპერატორს მეტი შესაძლებლობები მისცეს. აი მაგალითისთვის. ანუ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს აყენებს უფრო ლოგიკურიც არის აქ. ლოგიკურია, ბუნებრივი ასეთია, სამყარო ასეთია, ყველა ატარებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს. მაგალითისთვის გეტყვით ქვეყნები, რომელსაც ახლა როგორც მე აღწერე, მათი უნივერსალური მომსახურებაც წამგებიანი ბიზნესია, ბიზნესად აღებული და ამას სჭირდება დაფინანსება. უნდა დააფინანსოს ბიუჯეტიდან. ხო, ლიბერალიზაციის პროცესი სწორედ ეს იყო, რომ ბიზნეს გაეკეთებინა, მათივე დაფუძნებული კომპანიებით გაეკეთებინა, მიეღოთ იმის შესაძლებლობა მიეღოთ, რომ მიღებული შემოსავალი იმდენად მაღალი ყოფილიყო, რომ დაეფინანსებინათ უნივერსალური მაგალითისთვის, ყველაზე კარგი მაგალითია და ყველაზე ჭკვიან CEO-თ ითვლება იმდროინდელი Deutsche Post-ის გენერალური დირექტორი, რომელმაც დაიწყო DHL-ის აქციების შესყიდვა და როდესაც 100% შეიძინა DHL-ის, ანუ კონკურენტი სრულად შეიძინა. ის კონკურენტი, რომელიც მარტო გერმანიის ბაზრიდან კი არ იღებს შემოსავალს, გაშლილია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც. ანუ DHL იღებს. აი სქემა საინტერესოა, ანუ სახელმწიფომ თავისი კონკურენტი შეიძინა. კონკურენტი შეიძინა, DHL იმ დროს იყო მისი კონკურენტი, როგორც საკუთარ ბაზარზე. სახელმწიფო კომპანია? Deutsche Post-ის 100%, Deutsche Post-ი ფლობს 100%-ს DHL-ისას. DHL-ი საკუთარ გერმანიის ტერიტორიაზეც აკეთებს ამ ბიზნესს და არა მარტო გერმანიის ტერიტორიაზე, ყველა სხვა ქვეყნებიდან მიღებული მოგებით ფინანსდება Deutsche Post-ის
უნივერსალური მომსახურება. იგივე საკეთებს საფრანგეთის პოსტა, იქ არის DPD მათი დაფუძნებული კომპანია, იგივე საკეთებს, დიდი ბრიტანეთი აღარ არის ახლა ევროკავშირის წევრი, მაგრამ იმ დროს, როდესაც ეს პროცესები დაიწყო, იქ იყო და მისი დაფუძნებული კომპანიაც ასევე ექსპანსიას, ფაქტიურად ეკონომიკური ექსპანსიას აკეთებს დანარჩენი ქვეყნების, დივერსიფიცირებას აკეთებს თავისი პროდუქტების, რაც შეიძლება მეტი მოგების. ან მარტივად რო ვთქვათ, რომ შეიძლება ბიზნესი დაიწყოს სახელმწიფო? სახელმწიფო, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ბიზნესს აკეთებს. ამ შემთხვევაში მისი დაფუძნებული კომპანიის შვილობილი კომპანიების საშუალებით. ეს ჩვეულებრივ მიღებული ამბავია რა თქმა უნდა, ევროკავშირში. ლიბერალიზაციის პროცესი ევროპაში სწორედ ამას ნიშნავდა. შეიძლება თუ რა ამ მოდელის გადმოტანა რა საქართველოში. თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ ეხლა მე თქვენ გეტყვით დღეს რა პრობლემაც არის. ორი მნიშვნელოვანი პრობლემაა საქართველოს პოსტის წინაშე და ერთი გახლავთ ის კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ გვავალდებულებს დირექტივის საშუალებით, რომ მიუყვეთ და ამ დირექტივის შესრულების შემთხვევაში აბსოლუტურად ლოკალიზება ხდება ბაზრის საქართველოს პოსტისთვის. რომელ დირექტივას გულისხმობთ აუქ? დირექტივა გახლავთ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის მოქმედება. მაგალითად, ამ კანონის სალაში ეხლა დღესაც მოქმედებს შესყიდვების შესახებ სახელმწიფო კანონი, მაგრამ ეს დიდი თემაა, მარტივად რომ გითხრათ. ამისი ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს პოსტას აღარ შეიძლება ქვეყნის გარეთ მომსახურების შესყიდვის ან ვინმე პარტნიორის შესყიდვის ან მინიმუმ საწვავის ჩასხმის. ანუ ლოკალიზება ხდება ბიზნესის მხოლოდ საქართველოში განახორციელებს თავის საქმიანობას და დივერსიფიცირებას ვერ მოახდენს საზღვრებს გარეთ. რასაც რისი უფლებას თვითონ აქვს და აკეთებენ კიდევაც დღეს. მაგრამ ითხოვენ ჩვენგან? ითხოვენ ჩვენგან, დიახ. სწორედ ამიტომ ლოგიკა რო ამას არ გააჩნია, ამის გამო საქართველოს გახლავთ პოსტ-ევროპა არის ასეთი ორგანიზაცია, 54 წევრი ქვეყნისგან შედგება ევროპული ქვეყნები, რომელიც არის ევროკომისიასთან ასოცირებული ორგანიზაცია, რომლისგანაც ევროკომისია მუდმივად ითხოვს აპოსტოლო დარგთან მიმართებაში რეკომენდაციებს და შეხედულებას ამათ მიმართულებით უმზადებს პოსტ-ევროპა. მე კოლეგებმა მხარი დამიჭირეს და იმ ქვეყნებმა, რომელიც ახლაც ვასახელებდი, რომელზეც თვითონ უკვე გავლილი აქვს ეს პროცესი და მათ არ ეხებათ, ეს არის გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, დანია, ჰოლანდია, პოლონეთი, თურქეთი მხარი დამიჭირეს და ერთობლივი მიმართვა გავაგზავნეთ ევროკომისიაში, რომ არც ერთ დირექტივა შეიცვალოს და არც ერთ ეროვნულ ოპერატორს არ ეხებოდეს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი, რადგან ვასაბუთებთ, რომ არა კონკურენტულ გარემოშია ის სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც ასრულებს ეროვნული ოპერატორის ფუნქციას და არის თავისუფალ კონკურენტულ გარემოში. პასუხი მიიღეთ? ჯერ არა, ეს მოხდა 2 კვირის წინ და ძალიან საინტერესოა ჩემთვის ეს პასუხი რა პასუხს მიიღებთ? დაუბრუნდეთ ისევ საქართველოში მიმდინარე ასე ვთქვათ ვითარებას 2000-მდე რეგისტრირებული საფოსტო ოპერატორია საქართველოში. კიდევ უფრო რეესტრი არ არსებობს. ჩვენ კანონმდებლობა ჯერ კიდევ არ გვაქვს მოწესრიგებული საფოსტო დარგის, ამიტომ ცალკე რეესტრი არ არსებობს. ეს საგადასახადო მიზნებისთვის, როდესაც დეკლარირდება, მისი საქმიანობას ადეკლარირებს, ვინც საფოსტო საქმიანობას ეწევა, არის ძალიან დიდ ციფრს ვიტყვი, შეიძლება წარმოუდგენელი იყოს, მაგრამ ესეც მონაცემებიდან არის 6000 კომპანია და ვინც საქმიანობს ის 2000-ია. მაგრამ ეს ამისი რაოდენობა არ არის იმდენად განსაზღვრელი, უფრო ნიშანდობლივი და ყურადღება მისაქცევია ამ შემთხვევაში შესაბამისი ორგანოების მხრიდან რეგულაციაში მოექცეს, რადგან აი მაგალითისთვის დიდი ონლაინ პლატფორმები პირდაპირ ინjekციას აკეთებენ ქვეყნების მიმართ, აღარ იყენებენ, ანუ აი როგორი გახდა იცით ბაზარი, მაგალითად თვითონ პოულობენ კომპანიას და უკავშირდებიან თუ მე არჩევანის უფლება არ აქვს, ვისაც მინდა იმას შემოვატანინებ, ჩემს ამანაც მაგალითად ამას გულისხმობ. ამანაც, აი მაგალითისთვის გეტყვით, ხა კარგი მოცემულობაა, მაგალითად თემუ ხა ყველა იცნობს საქართველოში, იმდენად პოპულარული გახდა დაბალფასად ყიდის პროდუქციას, რომელსაც ასევე მოხმარებლისთვის უფასოდ აკეთებს სახლში მიტანას. რითი აიაფებს თავისი მომსახურებას არის ის, რომ პირდაპირ წარმოებლის სასაწყობე მეურნეობიდან იღებს პროდუქციას, აღარ იყენებს პარტნიორ კომპანიებს ან საფოსტო ოპერატორებს და პირდაპირ თვითონ ახორციელებს ლოჯისტიკას, მიაქვს თვითონ იმ ქვეყანაში
რომელიც არის დანიშნულება მისამართის მიხედვით, ამ შემთხვევაში საქართველოში. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს მოდელი საკმაოდ მისაღები ყოფილა მომხმარებლისთვის. თვითონვე შემოიყვანა აქ ჩინური კომპანიები, ვინც აკეთებენ თავად სახში მიტანას. ანუ საქართველოს პოსტის კონკურენტები გაჩნდა, რომლებსაც რეგულაციის გარეშე შედარებისთვის გეტყვით ახლა მათი პროდუქტი მიაქვს საქართველოს პოსტასაც და ჩვენ ვიღებთ იმ ზღურ რაოდენობას რისი გატარების შესაძლებლობაც ამ პირობებში გვაქვს ბევრად უფრო მეტია მათი პროდუქცია და უამრავი კომპანია მოქმედებს, მაგრამ აი შეხედეთ როგორია ჩვენი სერვის ცენტრი, სადაც სერვის ცენტრში არის წინ ფრონტის ოპერატორი, უკან სადაც მინიმუმ 10-15 ადამიანია დასაქმებული, პლუს დამატებით კურიერები. მათი სერვის ცენტრი გახლავთ ერთი ავტომობილი, რომელსაც საბარგული აქვს ახდილი, დგას ქუჩაში, რეკავს ტელეფონით და მომხმარებელი მიდის მის მანქანასთან პროდუქციის ასაღებად. ეს მიუღებელია ჩემთვისაც, ასეთ სერვისს ვერ შესთავაზებს საქართველოს პოსტა და საქართველოს პოსტის მხრიდან ამგვარი შეთავაზებაც ალბათ არ იქნება მოსაწონი და მისაღები მომხმარებლისთვის, მაგრამ რატომღაც მიიღო აი ამ სხვა კომპანიებისგან და ეს ბიზნესები ამ სახითაც წარმოებენ გზავნილის ჩაბარებას, რომელიც გაცილებით 10-ჯერ და 100-ჯერ უფრო იაფია ამგვარი ფორმით ჩაბარება. შეადარეთ ერთი სერვის ცენტრი უამრავი თანამშრომელი და ერთი მანქანა, რომელიც ქუჩაში დგას და თქვენ თვითონ მიდიხართ იქ ასაღებად. და იმ ნაწილში, სადაც საქართველოს პოსტაა შესული, მაგალითად, იმ 10%-ში როგორ ხდება? ანუ არჩევანს ვინ აკეთებს ამ შემთხვევაში? მომხმარებელი ვერ აკეთებს? ჩვენ რასაც მივახციეთ თიმუსთან არის ის, რომ ჩააშენა თავის პლატფორმაში საქართველოს პოსტის სერვის ცენტრების მისამართები და მომხმარებელს შეუძლია სერვის ცენტრიდან გატანის სერვისი აირჩიოს პირდაპირ თიმუს პლატფორმაზე. რომელიც უფასო არის, რა თქმა უნდა, მომხმარებლისთვის ეს უფასოა, დიახ. მაგრამ მე ახლა პროცესი ის აგიხსენებთ, რომ აი იმ კომპანიებისთვის, რომლისთვისაც დღეს არანაირი რეგულაცია არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში, მისთვის არის 100-ჯერ უფრო იაფი ერთი გზავნილის ჩაბარება, ვიდრე საქართველოს პოსტისთვის. ანუ ისევ აი ამ კონკურენტულ გარემოსთან მიმართებაში და აქ კონკურენციას საერთოდ განსაზღვრავს ფასი, ხარისხი, მომსახურება. და აი საქართველოს პოსტა როგორ უწევს კონკურენციას რა ნაწილშიც უწევს? ხო, ის ვალდებულებები, რაც საერთაშორისო ვალდებულებები აქვს საქართველოს პოსტას, ყველა თავისი გზავნილის ჩაბარება სრულდება მისამართზე, რომელიც გზავნილზეა დატანილი და სრულდება ხელმოწერით. ელექტრონული ფორმით, რომელსაც თავისი ღირებულება აქვს. მე აი სწორედ ამას ვადარებ და ამისი რადგან შიდა რეგულაცია არ აქვს და ჩვენ მხოლოდ საერთაშორისოს მიყვებით შიდა რეგულაცია არ გვაქვს, ამიტომ სარგებლობენ ეს კომპანიები და ამას ვამბობ, რომ ყოველგვარი ამ პროცედურების დაუცველობით მომხმარებელს თვითონ იწვევენ თავის ავტომობილთან და იქიდან გასცემენ, რომელიც უჯდება უფრო იაფი. ამას ბევრი ქვეყანა, აი ალბათ მოგისმენიათ, თუნდაც ისევ გავაგრძელოთ თიმუზე საუბარი, მაგალითად დიდმა ბრიტანეთმა ნეგატიური PR კომპანიაც კი გამოიყენა, რომ თიმუს პროდუქცია იმდენად დარეხარისხის არის, რომ ბავშვების ჯანმრთელობაზე მოქმედებს ნეგატიურად, ასე დაუპირისპირდა. მე მგონია, რომ ეს არ იყო სწორი და ნამდვილი ინფორმაცია, ჯანმრთელობას არ უქმნიდა პრობლემას. მაგრამ ეს ფორმა გამოიყენა. არის ქვეყნები, რომლებმაც მთლიანად დაკეტა და აღარ უშვებს თავის ქვეყანაში. ეს იმ მიზნით, რომ თავის ადგილობრივ ბაზარზე მსგავსი არ დაუშვას, ან მიიღო ისეთი რეგულაციები, რომ როგორც ოპერატორს აქვს, მაგალითად როგორც საქართველოს პოსტას, მისამართზე უნდა მიხვიდე და ის ელექტრონული ხელმოწერით უნდა სრულდებოდეს და ეს ინფორმაცია უნდა გაიცვალოს საბაჟო ადმინისტრაციებთანაც. აი ავალდებულებს, რომ ამ ფორმით ჩაავაროს. ეს არის დემპინგის ამბავში გადის, ანუ მარტივად ბიზნესის ენით რო ვთქვათ, ესეც დემპინგი, პოსტის დემპინგი გამოდის. ამაზე უყურადღებობა გამოიწვევს იმას, რომ გაანადგურებს იმ ბიზნესებს, რომელიც საერთაშორისო ნორმების დაცვით მოქმედებს. ანუ ეს მარტო საქართველოს პოსტაზე არ იმოქმედებს, რა თქმა უნდა, სხვილ გადამზიდავებზე. ბევრმა ქვეყანამ დაკეტა და აღარ უშვებს მსგავს ან მიიღო ისეთი რეგულაციები, რომ აიძულებს იგივე პირობებით გააგრძელოს საფოსტო საქმიანობა, როგორიც ანუ თქვენ ახლა ამბობთ, რომ ჯანსაღი კონკურენცია არ არის საქართველოს პოსტა არის ახლა არა კონკურენტულ გარემოში. ახლა თუ ადრეც ასე იყო? მუდმივად ასე იყო და დღეს კიდევ უფრო დამძიმდა. ყველა საქართველოს პოსტას ყავს უამრავი მაკონტროლებელი და არც ერთი არ ყავს ამ კომპანიებს, მაგალითად, თუ გნებავთ პირად მონაცემთა დაცვა.
პერსონალურ მონაცემთან. პერსონალურ მონაცემთან დაცვა. საქართველოს პოსტა ასრულად აკმაყოფილებს და მე როგორი პროცესს აგიხსენებთ, იმ პროცესში არსად ეს ტარიფებს რაც დაცული არ შეეხება, რა თქმა უნდა, მას შეუძლია რომ უფრო დაბალ ტარიფად მოემსახუროს. იმიტომ რომ მას არ აქვს ვალდებულებები. ხო, დიახ, მაგრამ დიახ. აქ შეიძლება ასეც ითქვას, რომ რახან სახელმწიფო კომპანია, ამიტომ შეუძლია რომ კი ბატონო, თავის თავს შეიძლება. მისცეს გარკვეული ფუფუნების ჭყალებში საშუალება. მაგრამ ეს არ არის კომპანიის ფუფუნება, ეს არის მომხმარებლის პატივისცემა და იმ საერთაშორისო ხარისხის დაცვა, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ, რომ ხვდებით ხუთეულში თუ არა 10-ში მაინც ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით და ასეც ვთავაზობთ ჩვენ. მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს პოსტას არ აკლია, ასე ვთქვათ, ამ მომხმარებლები, იმიტომ რომ მუდმივად რიგებია თქვენს ოფისებში და მუდმივად მოთხოვნადია ყოველ შემთხვევაში. მაღალი ხარისხის არის ჩვენი მომსახურება და ალბათ ამიტომ, მაგრამ მე ამას ვამბობ, რომ ნელ-ნელა შეიძლება მიეჩვიოს და არსებობს ამის საფრთხე და გახდეთ, მაგრამ ბანგლადეში ასეთი საფოსტო სერვის ცენტრი მაგალითად საბარგულში რო გზავნილებია, კარგად ითვლება. მაგრამ მისი ხარისხობრივი მაჩვენებლები საერთაშორისო მასშტაბით არის 100-ჯერ უფრო აქ ქვემოთ კიდე რახან ის კურიერის გადამზიდავების თემაზე ვსაუბრობთ, კურიერების ინსტიტუტიც შემოვიდა, ანუ ფიზიკური პირებიც არიან ჩართული ამ პროცესში, ანუ მარტო კომპანიები არა, იმიტომ რომ ბევრჯერ ქონია ალბათ ყველას შემთხვევა, რომ ფიზიკურ პირს ადამიანს, რომელიც არ არის კომპანიასთან დაკავშირებული, უბრალოდ კურიერი და მოგიტანოს სახში ამანათი. კი, ასეა, არც ამ მხრივაც არ არის რეგულაცია. არა გვაქვს ასეთი რეგულაცია, არც უნიფორმას იყენებს, არ არის იდენტიფიცირებული, ვისთან გაქვს კომუნიკაცია, ვინ მოგიტანა, ვინ ჩაგაბარა. ან ჩაგაბარა თუ არა, პასუხისმგებელი ვინ არის ამ შემთხვევაში? და პოსტის შემთხვევაში ეს პასუხისმგებლობა? რა თქმა უნდა, იქ ელექტრონულად ხდება ყველაფერი, იქ აისახება, მე ჩვენ შესაძლებლობა ვალდებულებაც გვაქვს და მას ვიტკივდებათ დაინტერესების შემთხვევაში. და მაშინ ასე დავსვა მკითხვას, რატომ არ უნდა იგივე დავშვათ თემუზე ვსაუბრობდით, ამ კომპანიას კონდეს კავშირი პასუხისმგებლიან კომპანიასთან და უფრო მეტი გარანტია კონდეს, ვიდრე დავუშვათ დაბალ ბიზნესია და ეძებს ისეთ სეგმენტს, სადაც მოუწესრიგებლად აი მოდით მოკლედ შევეცდები უფრო კარგად რომ ავხსნა. მწყიდველუნარიანობა იზრდება საქართველოში და ამიტომ არის როგორც თიმუსთვის ისე სხვა დანარჩენებისთვის უამრავი კომპანია კიდე როგორც საინტერესო მწყიდველუნარიანობა იზრდება და ბაზარი არის დაურეგულირებელი, დაბალი საოპერაციო ხარჯით შეგიძლია მაღალი მოგების მიღება. ასეთ ქვეყანად განიხილება დღეს. ერთ-ერთი ხელსაყრელი ტერიტორიული ერთეულია, სადაც მოსახლეობა ვისაც შეუძლია შეისყიდოს და შენ არანაირი რეგულაციის ვალდებულება არ გაქვს იქ და შეგიძლია დაბალი საოპერაციო ხარჯით მოახდინო ოპერირება. ამიტომ მოიყვანა თავისი კომპანიები, შემოდის თავისი კომპანიებით და ფაქტიურად იპყრობს ბაზარს. ამას ეს არ არის რამე განსაკუთრებული მსოფლიო მასშტაბით ასე ხდება, უბრალოდ ამას შესაბამისი რეაქცია მოყვება ყველა ქვეყნის შესაბამისი ორგანოებისგან და საქართველოშიც ანუ საკუთარი უნივერსალური ოპერატორი როგორ დაიცვას სახელმწიფომ ამისკენ მიდიხართ კი არა და ამაზე საუბრობთ თითქოს ძველი გადაცემა. აი მაგალითად ხო დავაკონკრეტოთ, ამერიკამ დაიცვა ისე რომ ერთი რომ ბიუჯეტიდან უხდის ამ 6 მილიარდს, დაიცვა ისე რომ ტარიფები გაზარდა მხოლოდ თავისთვის და დაარღვია ის საერთაშორისო ნორმა, ევროპამ გაზარდა ისე რომ იყიდა 100%-იანი მაღალი შემოსავლიანი კონკურენტი მაგალითად. აი ამ მაღალი კონკურენციის პირობებში წელს რა გეგმები აქვს საქართველოს პოსტას? ანუ იქნება რაიმე თუ არა დამატებითი სერვისის დამატება ან გაუმჯობესება თუ გაქვთ ასე ვთქვათ, ახლა შეგიძლიათ ამ თემაზე ვისაუბროთ. საქართველოს პოსტას იმდენად ძლიერი მენეჯმენტი ყავს და იმდენად კარგად აქვს ამ ადამიანებს გაცნობიერებული, რომ საუკეთესო პროდუქტი უნდა მიაწოდონ თავის მოსახლეობას და იმ მიზნებისთვის, რომ არ ჩამოვარდეს ჩვენი ხარისხობრივი მაჩვენებლები, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. და აქცენტი გვექნება ტექნოლოგიურ სიახლეებზე, რომელმაც ვიმეორებ უნდა მოგცეს იმის შესაძლებლობა, რომ შრომა გავხადოთ მეტად ეფექტური, შევამციროთ თვითღირებულება და კონკურენტუნარიანი გავხდეთ არა მარტო შიდა ბაზარზე, არამედ რეგიონში და კიდევ უფრო შორს და ჩვენ საკმაოდ კარგი ქსელი გვაქვს აწყობილი ევროპის ქვეყნებში. მხოლოდ აი ამ მსგავსმა კანონმდებლობებმა, რომელიც მე ჩამოგითვალეთ, არ უნდა შეგვიშალოს ხელი ამაში და არ უნდა მოვახდინოს ამ ლოკალიზება ამ ბიზნესის
ქვეყნის შიგნით. და აქვე აუცილებლად უნდა გკითხოთ, იმიტომ რომ ამ სტუდიაში რა გარკვეული წლების წინ, ეხლა ზუსტად თარიღი არ მახსოვს, ჩვენ საუბრობდით აი საფოსტო ყუთების, ასე ვთქვათ, დაბრუნებაზე და თქვენ თქვით მაშინ მახსოვს, რომ ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული პროექტი. აი ამ კუთხით ხო არ იქნება რაიმე ცვლილება? ძალიან ძვირადღირებულია. მე მაგალითებს გეტყვით, ახლა არის ქვეყნები, სადაც გააფართოვეს ყუთის სიდიდე, ანუ ინვესტიცია შეიძლება იმისთვის, რომ ყუთი გაიზარდა, იმ მიზნებისთვის, რომ შიგნით მცირე პაკეტიც მოთავსდეს და არა მხოლოდ წერილობითი კორესპონდენცია და ეს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველა ქვეყანაში ხდება საფოსტო საქმიანობა არის შეთანხმება საზოგადოებაში ერთმანეთთან, სახელმწიფო ბიზნესი და მოქალაქე. აი როგორც შევთანხმდებით საფოსტო ყუთში თუ ჩაუგდებ ავსტრიელს შეძენილ პროდუქციას, მისთვის მისაღებია და კანონმდებლობაც ამას მიყვება, რომ საფოსტო ყუთში უგდებენ და ითვლება გადაცემულად. ამერიკელისთვის წერილი ჩაგდებული საფოსტო ყუთში ითვლება გადაცემულად. ჩვენ ჯერჯერობით ვართ, რომ მხოლოდ ხელი უნდა ნახო პირადად და ხო, ნუ რისკის ფაქტორზე რისკის ფაქტორი მაღალია, თუმცა ეს ზრდის საოპერაციო ხარჯებს. აი იმის მიხედვით, როგორი საზოგადოებაც გაქვთ, საფოსტო დარგიც ასეთია. ამერიკაში არ არის საზოგადოების დაკვეთა ახლა მეტნაკლებად ეს მე ვფიქრობ, რომ ახლა არ არის პრიორიტეტი საფოსტო ყუთის არსებობა, ჯერ პრიორიტეტია აი იმ რეგულაციების მოწესრიგება, რომ კონკურენტული გახდეს გარემო და ერთს არ კონდეს საბარგული სერვის ცენტრად მანქანის გამოყენებული და მეორე სერვის ცენტრი, სადაც ვალდებულება 15 ადამიანის მუშაობის. ხო, მაგრამ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ახლა ვიღაცას შეიძლება უნდა რომ ის ახტილი არ უქმნის მაგალითად დისკომფორტს, რომ ახტილი საბარგულიდან მიიღოს თავისი ამანათი და ცოტა გადაიხადოს. გასაგებია, მაგრამ აქ არის საფოსტო უსაფრთხოება, რომელიც საერთაშორისო ნორმა, აქ არის პირადი მონაცემები, იმ ახტილ საბარგულში ყველა გზავნილზე პირადი მონაცემი წერია და ხო, იმის დაცვას პერსონალურ მონაცემის დაცვას თუ გვინდა და ახლა მაინც ახტილი საბარგულიდან გვინდა, ეგ როგორც გადაწყვეტს საზოგადოება, ისეთი იქნება კანონმდებლობაც და ისეთი იქნება კანონმდებლობის აღსრულებაც. ხო მეთანხმებით ამაში. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა საინტერესო საუბრისთვის. საქართველოს პოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე იყო დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე მოვალ 5 შაბათამდე გემშვიდობებით. სხვა თემით და სხვა სტუმრით დავბრუნდები პირდაპირ ეთერში. მადლობა.